for many of the great things he did, including the Panama Canal. მისცა ძალიან ბევრი ფული იმისათვის, რომ განეხორციელებინა არაერთი პროექტი, მაგალითად პანამის არხი, რომელიც ძალიან სულელური გადაწყვეტილებით გადაეცა პანამას და დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დახარჯოს გაცილებით უფრო მეტი ფული, ვიდრე ოდესმე დაუხარჯავს. მან დახარჯა უზარმაზარი თანხები პანამის არხის შექმნაში და ამის სანაცვლოდ მივიღეთ ძალიან ცუდი მოპყრობა. პანამა ჩვენ დაგპირდა პატივისცემას, თუმცა ეს პირობა დაირღვა. და ეს ამ პირობის დარღვევის შედეგად ამერიკული გემები იხდიან გაცილებით უფრო მეტს, მათ არ ეპყრობიან სამართლიანად, არც ერთი საზომით. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტიც იგულისხმება აქ, მაშინ როდესაც ჩინეთი ოპერირებს პანამის არხს. უпростоრად ახორციელებს პანამის არხის ოპერირებას და აუცილებელია, რომ ჩინეთმა დაუბრუნოს ამერიკას პანამის არხი. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ეს განცხადება მალევე გახდა საერთაშორისო დისკუსიის თემა. რა არის პანამის არხი? რატომ აქვს შტატებს მასთან ასეთი ისტორიული კავშირი? მართლა მართავს მას ჩინეთი და შეძლებს თუ არა ამერიკა არხის დაბრუნებას? ამ ვიდეოში განვიხილავთ პანამის არხის ისტორიულ მნიშვნელობას, ამერიკის გავლენას, მის დაკარგვას და იმ პოლიტიკურ თამაშებს, რომელიც დღეს მის გარშემო მიმდინარეობს. პანამის არხის შექმნის იდეა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ესპანელმა კონკისტადორებმა, კერძოდ ვასკონ უნიეს დე ბალბოამ, აღმოაჩინა, რომ პანამის ყელი ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ადგილი იყო, საიდანაც ატლანტიკის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში გადასვლა შეიძლებოდა. ესპანელებმა მალევე დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ შეერთებინათ ეს ორი ოკეანე ერთმანეთს, მაგრამ მაშინ არ იყო შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებები და ეს იდეა წარუმატებელი აღმოჩნდა. მე-19 საუკუნეში ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ინჟინერია მკვეთრად განვითარდა, რამაც ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გააჩინა. 1855 წელს პანამაში რკინიგზა აშენდა, რომელიც ოკეანეებს შორის ტვირთის და ადამიანების ტრანსპორტირებას მნიშვნელოვნად ამარტივებდა, თუმცა რკინიგზა მაინც ვერ შეედრებოდა არხის შესაძლებლობებს. პანამის არხის პირველი მშენებლობა საფრანგეთმა წამოიწყო. პროექტი ფერდინანდ დე ლესპესის ხელმძღვანელობით დაიგეგმა, რომელიც მანამდე სუეცის არხის წარმატებულ მშენებელი იყო. ფრანგებმა 1880 წელს დაიწყეს არხის გაჭრა, თუმცა პროექტი კატასტროფულად დასრულდა, რაც ტექნიკურ სირთულეებს, ტროპიკულ დაავადებების და არასწორი ფინანსური მენეჯმენტის ბრალი იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკას ძლიერი საზღვაო ძალა სჭირდებოდა და არხი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდა. 1903 წელს ამერიკის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის ინიციატივით კოლუმბიას პანამაში ახალი ხელშეკრულების გაფორმება სთხოვა, რათა არხის მშენებლობა ამერიკელებს გადაებარებინათ. კოლუმბიის მთავრობამ უარი თქვა, რის შედეგადაც ამერიკამ აქტიურად დაუჭირა მხარი პანამის სეპარატისტულ მოძრაობას. 1903 წლის ნოემბერში პანამამ კოლუმბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამერიკამ ახლად შექმნილ ქვეყანას სამხედრო მხარდაჭერა გაუწია და მალევე ოფიციალურად ცნო მისი დამოუკიდებლობა. იმავე წლის ბოლოს პანამამ და ამერიკამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამერიკელები მიიღებდნენ პანამის არხის ზონის კონტროლს. მშენებლობა 1904 წელს განახლდა და ფრანგებისგან განსხვავებით წარმატებულად გაგრძელდა. მათ აირჩიეს არა ზღვის დონეზე არხის გაჭრა, როგორც ფრანგები გეგმავდნენ, არამედ გაღრმავებული სისტემების შექმნა, რომელიც კაშხლებით და ჩასაკეტი ლოკებით იმართებოდა. პროექტი კარგად ორგანიზირებული იყო და საჭირო ფინანსური მხარდაჭერას ჰქონდა. 1914 წლის 15 აგვისტოს პანამის არხი ოფიციალურად გაიხსნა. პირველი გემი, რომელმაც არხი გადაკვეთა, იყო ანკონი. პანამის არხი ამერიკის საკუთრებაში იყო 85 წლის განმავლობაში. მისი მართვა ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით უდიდეს უპირატესობას ნიშნავდა ამერიკისთვის. არხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მსოფლიო ვაჭრობაზე და ამერიკისთვის დიდ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. სამხედრო კუთხით კი მისი მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის დროს ფასდაუდებელი იყო. ამერიკული გემები სწრაფად გადაადგილდებოდნენ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანეში. პოლიტიკურად ამერიკას პანამაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა. ამის გამო 1960-იან წლებში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც არხის დამოუკიდებელ კონტროლს მოითხოვდა. 1967 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა და პანამის ლიდერმა ომარ ტორიხოსმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 1991 წლის 31 დეკემბერს პანამაში არხი ოფიციალურად გადაეცემოდა პანამის მთავრობას. ამ დღის შემდეგ არხს პანამა კანალ აუთორითი მართავს. 2000-იანი წლებიდან პანამის არხი გაფართოვდა. 2016 წელს დასრულდა პროექტი, რომელმაც არხის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
დღესდღეობით არხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთსა და ამერიკას შორის ვაჭრობაში, თუმცა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევები გაჩნდა. ჩინეთი ცდილობს პანამაში თავისი პოზიციების გაძლიერებას და არხში ინვესტიციების ჩადებას. წყლის დონე არხში პრობლემებს ქმნის, რაც ზოგჯერ გემების მოძრაობას აფერხებს. დონალდ ტრამპის განცხადება პანამის არხზე კონტროლის დაბრუნების შესახებ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება ახსნათ. ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ამერიკული გემები მაღალ ტარიფს იხდიან პანამის არხზე გავლისას. ასევე არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ჩინეთს ძალიან დიდი კონტროლი აქვს დაწესებული პანამის არხზე. მისი განცხადება შეიძლება ისახავდეს ხარდამჭერების მობილიზებას და ასევე ამერიკული ინტერესების გაფართოებას და გაძლიერებას ამ ადგილზე. ამ განცხადებამ პანამის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია და პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ პანამის არხი დარჩება პანამის კონტროლ ქვეშ. პანამის არხის მომავალი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, პირველ რიგში თუ რა პოლიტიკას დაამყარებენ და განახორციელებენ საკუთრივ პანამა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ამ ტერიტორიაზე. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თუ რა დამოკიდებულება ექნება საერთაშორისო საზოგადოებას პანამის არხზე. შესაძლო სცენარები კი შეიძლება ასე განვითარდეს. პირველი, სტატუს-კვოს შენარჩუნება, ანუ პანამის სრული კონტროლი. პანამის არხი 1999 წლიდან პანამის მთავრობის კონტროლის ქვეშაა და ამ ეტაპზე პანამის ხელისუფლებამ მკაფიოდ აცხადებს, რომ არხი დამოუკიდებლად იმართება. პანამა შეეცდება შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და არ დაუშვას რომელიმე ქვეყნის სრული გავლენა. ქვეყანა არხიდან დიდ ეკონომიკურ სარგებელს იღებს და არ სურს ამერიკის ან ჩინეთის გავლენის და ამით საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა შეეცდება და გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხარდაჭერას მოიპოვებს. მეორე, ამერიკის მცდელობა არხზე გავლენის დაბრუნებისაკენ. თუ ტრამპი შეეცდება არხზე გავლენა დაიბრუნოს, ეს სხვადასხვა გზით შეიძლება მოხდეს. ეკონომიკური ზეწოლი და სანქციებით აიძულოს პანამა შეცვალოს არხის მმართველობის პოლიტიკა. ასევე სამხედრო ზეწოლა, რაც ნაკლებად სავარაუდო სცენარია, რადგან ეს საერთაშორისო კრიზისს გამოიწვევს და პოლიტიკური манипуляცია. ამერიკამ შეიძლება პანამის შიდა პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს და პროამერიკელი ლიდერი მოვიდეს სახელმწიფო სათავეში. მესამე, ჩინეთის მზარდი გავლენაა. ბოლო წლებში ჩინეთმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა პანამაში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურასა და ვაჭრობაში. ჩინეთი პანამის მთავრობას მილიარდობით დოლარის დახმარებას თავაზობს, რაც მის ეკონომიკურ გავლენას ზრდის. ასევე პანამამ 2017 წელს დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანს გაუწყვიტა და ჩინეთთან გაამყარა, რაც პეკინის გავლენაზე მიუთითებს. თუ ამერიკა შეეცდება არხზე ზეგავლენის დაბრუნებას, ჩინეთი სავარაუდოდ პანამას უფრო მტკიცე მხარდაჭერას აღმოუჩენს. ხოლო მეოთხე, ალტერნატიული მარშრუტების გაძლიერებაა. გლობალური ვაჭრობის ცვლილების გამო შეიძლება გაძლიერდეს სხვა ალტერნატიული გზები. ასეთია ნიკარაგუის არხი, რომელიც ჩინეთის პროექტი იყო. ასევე გაიზარდოს სუეცის არხის როლი, თუ პანამაში სირთულეები წარმოიქმნება, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა და ჩრდილოეთის ზღვის გზა. კლიმატის ცვლილებების გამო ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში რუსეთის გავლით ახალი მარშრუტები უფრო მიმზიდველი გახდეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პანამის არხი მაინც დარჩება მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ობიექტი. ჩინეთისა და ამერიკის პოლიტიკური ამბიციები გაიზრდება და შეიძლება დაპირისპირებების მოხდეს, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად სავარაუდოა. სავარაუდოდ დონალდ ტრამპის განცხადებები უფრო პოლიტიკური манипуляციის საგანია, ვიდრე რეალური ქმედებების. პანამის არხის მომავალი დიპლომატიური და პოლიტიკური თამაშებით იქნება სავსე. შესაძლოა ამერიკამ გააგრძელოს და განახორციელოს პოლიტიკური, სამხედრო ან თუნდაც ეკონომიკური ზეწოლა პანამაზე, თუმცა მაინც სავარაუდოა, რომ პანამის არხი დარჩება პანამის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. გამოიწერით არხი.